მაღალი ტემპერატურა და რეკომენდაციები მოქალაქეებისთვის. აგვისტოს მეორე ნახევრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. რისკების შესამცირებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მედიკოსები საგანგებო რეკომენდაციებს ავრცელებენ. უფრო მეც ნინი მაისურაძე მოგვიყვება. ტემპერატურა საქართველოში 35-40 გრადუსამდე მოიმატებს. კლიმატის ცვლილებების ფონზე მაღალი ტემპერატურა მსოფლიოში გამოწვევად რჩება. ტემპერატურა იზრდება საქართველოშიც, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით ნორმის ფარგლებს არ გასცდება. სინოპტიკოსები ქვეყანაში ტემპერატურის კიდევ უფრო მომატებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან ელიან. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ხვალ მაგალითად მოიმატებს 30-35 გრადუსამდე, როგორც მთებში, ისე დაბლობ რაიონებში, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს 32-37 გრადუსია ესე კვირის მანძილზე. მაღალი ტემპერატურა ხშირ შემთხვევაში ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებას და ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს. ამიტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. შევამციროთ შუა დღეს, როდესაც ყველაზე მაღალია ტემპერატურა ქუჩაში, ღია სივრცეში გადაადგილება, ასევე გასათვალისწინებელია, რომ უნდა შემცირდეს რასაკვირველი ალკოჰოლის მიღება. მივიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, მოვერიდოთ მზის ქვეშ ყოფნას, თავი შევაფაროთ ხოლმე ისეთ შენობებს, სადაც გაგრილება არის შესაძლებელი. თბური ტალღები განსაკუთრებით მოქმედებს 5 წლამდე ბავშვების ჯანმრთელობაზე. პედიატრების რეკომენდაციით გართულებების თავიდან ასარიდებლად სასურველია 11 საათიდან 17 საათამდე პატარები მოვარიდოთ ულტრაიისფერი სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, ან გამოვიყენოთ სპეციალური დამცავის საშუალებები. გართულების შემთხვევაში კი ყურადღება უნდა მივაქციოთ სიმპტომებს. სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს არის ტემპერატურის მატება, როგორც წესი, ტემპერატურა ესეთ შემთხვევაში 40 გრადუსი და უფრო მეტია. წითელი ფერისკანი, ძალიან გამომშრალი, ძლიერი თავის ტკივილი, ამას შეიძლება მოყვეს ღებინება, შეიძლება მოყვეს გონების დაკარგვა, აჩქარებული მაჯისცემა, გახშირებული სუნთქვა, გაიშვიათებული შარდვა. თუ ვერ ახერხებთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, მაშინ მთავარი ამოცანა არის მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გავაგრილოთ ბავშვის სხეული. სპეციალისტების მთავარი რეკომენდაცია მაღალი ტემპერატურის პერიოდში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავებაა.